საღამი. საღამო მშვიდობისა, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 10 საათი და რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსთავი 2-ის ეთერშია პატა და ნიკას შოუ. არც არაფერი. ეს უკვე ტრადიციად იქცა ჩემობა. დიახ, მეგობრებო, ვინ თუ არა ჩვენ უნდა გაგიხალისოთ ეს საღამო და ამასთანავე ჩვენს მუსიკალურ გაფორმებაზე და თქვენს ქეებსა და დროსტარების განწყობაზე ვინც უნავს თუ მიხვდებით? რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით. ქსოვრალები და გიორგი შოშიტაშვილი. დიდი მადლობა ბიჭებს. კეიფის განწყობა კარგია, იცოცხლე, მაგრამ თებერვალი ცოტა მძიმეთია. შენი თავისთვის ნაკლებად იცლი ადამიანი. დიახ. იანვარი ხომ მძიმედ გადაგვაქვს კაცებს, ამდენი სუფრებისა და კეიფის მერე. ყველანი ველოდებით თებერვლის ხელფას და ამ დროს რა ხდება? იწყება ისეთი დღესასწაულები, რომლის აღსანიშნავადაც ცოლის შეყვარებული თუ ვინმეს ყავს, ქალები ახლომახლო საჩუქრებით უნდა გაახარო. კი ბატონო, ეგრეა. აი მაგალითად ორ დღეში ვალენტინობა მოდის. ხოთა შორის ახლა დამკვიდრებული ტრადიციაა ჩვენში ვალენტინობის აღნიშვნა. საკმაოდ ძვირიც ჯდება, ხო და გამიხდა თავი იმაზე ვიკრით, რა უნდა ვაჩუქოთ ცოლს ისეთი რომ ისიც ბედნიერი იყოს და მეც სულ უფულოდ არ დავჭი. მაგაზე ფიქრმა არ მომკლა მეც შემოპატა. თან ძალიანაც ვერ გამოიდებ კაცი თავს, იმიტომ რომ მალე მოდის 3 მარტი, 8 მარტი. მოკლედ ეს ახალი წლების კეიფი და დროსტარება სამაგად უნდა ამოგვადინონ ყელში. აი დედა არ თქვა, თან ახლა მაგისტრის ვცალია ჩვენ. უკვე ახალ პიესაზე დავიწყეთ მუშაობა, დიახ? ჩემი შეკითხვა. პატა გულიაშვილის კომედიის თეატრში 7 მარტს იგეგმება უკვე ახალი პრემიერა. ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის მიხედვით ლუარსაბი და დარეჯანი. და რა მინდა იცი? რა ნიკოლოზ და მეც აი გუშინ დავდეთ პირველად ბილეთები და ყველა გაიყიდა. 7 მარტის ბილეთები ყველა გაიყიდა. დღეს უკვე დავდეთ, რა თქმა უნდა, 8 მარტის ბილეთები და აგერ შესანიშნავი შანსი თქვენს მეუღლეები საჩუქოთ ბილეთი მომბრძანეთ და ერთად იხახანოთ და მე რაღაცა გამოგივარტიყნათ, რაღაცა იქნება ეხლა. მოკლედ დავამთავრეთ. დიახ. მოკლედ სად, როგორ, რანაირად ესე იგი ვეჩალიჩობთ ამ ბილეთს? ჩვენს ინტერნეტ გვერდზე შებრძანდით, ჩვენი გადაცემის გვერდზე და ყველაფერი ნათლად წერია იქ. მოკლედ თქვენი იმედი გვაქვს, რომ რაც მალე ამოიყიდება. მოკლედ გელოდებით ჩემო ძვირფასებო, გადასარევი ამბავია ჩემო პატა. ძალიან ორიგინალური გადაწყვეტაა თან და დიდი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ძალიან საინტერესო და თან რა თქმა უნდა სასაცილო უნდა გამოვიდეს. მაგის გარეშე არ გამოვა, მაგრამ ახლა მთავარია ვალენტინობაზე რა ვქნათ. შენ თუ მოიფიქრე საჩუქარ? არა ჯერ ვფიქრო. მე დედამეც მაგ დღეში ვარ და დროზე თუ არ მოვიფიქრეთ, არ დაგვადგება კარგი დღე. აი, აქ ისეთი ამბავი გავიგე რომ მტერს არ ვუსურვებ ცოლთან ჩხუბი დაღლილმა კაცმა ბანკი გაძარცვა, ბატონო. რომ დაეჭირა ციხეში ცოტა დაესვენა და იმ უბედურ შინაპატიმრობა არ მიუსაჯეს, რა? წარმოგიდგენთ. საწყალი გაჭირვებული. ახლა მაგას იმის შანსიც არ აქვს კარგი ყოფაქცევის გამო სასჯელი შეუზუბუქო. არა, ბუჭო, ჯერ ცოლი რომ იყო, რა დღეში ყავდა ეგუბედური და ახლა როგორ ზედამხედველი რას უსწავს, წარმოგიდგენია? კაც არც ცოლში გაუმართლა და არც ძარცვაში. ალბათ ადვოკატი არ უარგოდა, თორემ სასჯელის უმაღლეს ზომას რატომ იცემდა და ხაბაგაჭირვებულს არ ვიცი. ნახე, ეთყობა ადვოკატი უყანა ცოლმა. ნუ ასი დედო. სასამართლოს მერე კაცის პირველი კითხვა იყო, შინაპატიმრობა რომ დავარღვიო, მერე მაინც არ ჩავსვამ ციხეშიო. საწყალი. ასე როგორ უნდა დაუნგრევ კაცს ცხოვრება, გესმის შენ? ეგ შინაპატიმრობიდან რო გაათავისუფლდება, კაი გზას დაადგება? დაღუპეს. აცილეს გზას.
მე რა მაინტერესებს შინაპატიმრობისას პაატა ნიკაშოუს ყურების უფლებას აძლევენ მაგაჭირვებულს არ მიხოდა მაროს აყურებინებენ კომედიახზე შაბათკვირაობით საღამოს 8 საათზე მაგასაც თუ არ აყურებინებენ ეგ უკვე წამებაა შეობატონო და ადამიანის უფლებები ირღვევა დიახ სადიზმი როგორ შეიძლება ან პაატას და ნიკაშოუს ან მიხოს და მაროს გარეშე დატოვა ადამიანი შეიძლება არ ვიცი ჩემო ძმაო რა გითხრა აგერ ბატონო კიდევ ერთი საოცრება ბა ქალმა წინა შეყვარებული გაძარცვა და იმ ფულით ახალ შეყვარებულთან იქორწინა ეგერაცვალე თურმე ის ახალი არის შეშფოთებული ამას ახლა რამე თუ არ მოეწონა შემდეგი ქორწილი ჩემი გადასახდელი გახდება ისე სულ ხელიდან წასულიც არ ყოფილა ის გოგო ძველი შეყვარებული ქორწილში დაუპატიჟა და თან გააფრთხილა შენ უკვე იმდენი რამე მაჩუქე საჩუქარზე არც იფირქო არ შეწუხდე გაფიცებ ყველაფერს ეს გოგო ისეთი ოხერია ამ ახალთან ბავშვი რომ არ ეყოლოს წინას მიადგება მაგაზეც დასკვნა თუ გოგო გშორდება სასწრაფოდ შეცვალე ბარათის პინ-კოდი და სეიფის კოდი მთავარია იმ ბარათზე რამე გქონდეს და სეიფში მით უმეტეს შენ გაქვს სეიფი არა უჯრამ თუ ბოჭკის არ ეკეთება სხვათაშორის იყოს ეს მთლად ასეც არაა საქმე და კარგი ამბებიც ხდება აბა მიდი აი მაგალითად იაპონიაში სამსახურის მაძიებლებისთვის ბარი გაიხსნა სადაც სასმელი უფასო ეგ ახალია ეს კახეთში ყოველ მეორე ადგილას სამსახური ვისაც არ აქვს უბარებია ნებისმიერ შაქროსთან ნიკოსთან სოსოინთან ყველასთან ბარი ხედავშენ როგორ ზრუნავენ უმუშევრებზე იაპონელები აი კიდევ კარგი აქ არა ეგეთი ბარი ანუ კახეთის გარდა თორემ ბევრი ვიცი ვინ სპეციალურად აღარ დაიწყებდა მუშაობას სახში მთვრალი რომ მიხვალდა ცოლმა თუ რამე კითხა ეტყვი სამსახურს ვეძებდი და მართალი სიგნები რა მაინტერესებს თუ იცით საქართველოში რომ იყოს კაცი უმუშევარი და იაპონიაში წავიდეს ამ ბარში დასალევად შეიძლება ალბათ კი შედიხარ სვამ რამდენსაც გინდა მაგრამ სამსახურის თაობაზე თუ დაგირეკეს ეგრევე დაშლა ალბოშილი სადღეგრძელოს ამბობ და გამოდიხარ არა და ჩვენთან პირიქითაა სამსახურს იმის გამო ეძებენ რომ დასალევის ფული გქონდე იზე ამ შაბათკვირას მცალია მეთქი ჩავირბინოთ იაპონიაში თქო მაგრამ შაბათკვირას ის ბარი ისვენებს თურმე მთელი კვირა რო კაცი სამსახურს ეძებს დასვენება ხო უნდა იმას აი რა მაინტერესებს ორ თვეზე მეტია გეხვეწები თელავში ჩავირბინოთ მეთქი და რატო ვცდებობ იაპონიაში ჩარბინაზე თან მაგელი გველებს ჩავერ ხო არა ხვლიკებს რაღაცებს აი ვიცინა მაგორის ამას სერიოზულად გეუბნები მართალია თან ჩვენ არ ამგონია მათ შეგვიშვან ღვიძლის ფუნქციის ანალიზი თურმე კარებში როგორი არა მის იაპონია კი არა ისევ ჯევალასთან წავიდე ჯობია კაი ყაურმასა და მწვადსა დაპირებული და მწვადზე გამახსენდა ნიკამ საქართველოში მცხოვრები ინდოელი მკურნალი იზახის რომ ქართული მწვადი მავნებელია რაო ვიჯო ახლა ხალხის ხათრი არ მქონდეს ვიტყოდი რასაც ვიქ ხო მწვადია მავნებელი და ინდური ვინდალუ პენჯაბური სამზარეულო და ტანდური წიწილა ყოფილა გადასწარები და მისწრება ორგანიზმისთვის არც მაგას იცახის და მე თუ მკითხავ ეგ კაცი მართალია მწვადი მართლაც მავნებელია მათთვის ვისაც არ შეხვდება იტყუება ხალხო გეუბნებით ჩვენ რომ აღარ შევჭამთ წვადს ინდოელებს უფრო მეტი შეხვდებათ ეგ მომატყუებს ვიჯობე რატომ ბრაზობ ნიკოლო რატომ ბრაზობ აი მე რა მშვიდი ვარ და ისა ბატონო მკურნალო რა მიდაგითხრა ჩემ რჩევას თუ გაითვალისწინებთ კახეთის მხარეს თუ რამე საქმე გექნებათ სხვა გააგზავნით მაინც არ გინდათ ცოტა პირდაპირი ხალხია და თან ეს შამფურები ძალიან ტკივნეულია დაჯდომა ჭირს უბრალოდ მერე თორე განა რამე ახლა ერთ საინტერესო მეცნიერულ დასკვნას გაგაცნობთ
რომელიც ამ ინდოელ მკურნალს არ ეკუთვნის. უფრო ჭკვიანების უნდა იყოს წესით. მოკლედ, როგორც აქამდე ამბობდნენ, სიცოცხლის ხანგრძლივობა არც ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არც სწორ კვებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. თავარი გენეტიკა ყოფილა. ანუ თუ გენეტიკა ხელს გიწყობს, ინდოელმა მკურნალმა რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს მწვადის მამნებლობაზე, მაინც ვერაფერს დაგვაკლებს. აბა კაცო, ავოკადო ყოფილა გაგიჟებული და ბროკოლი. ანუ რა გამოდის ამდენი ხანით ყვილად ვიყავით პოპულარულებიო? ესე იგი, ვინ ჯანსაღად ცხოვრობს, დილით ვარჯიშობს და სიგარეტს აღარ ეწევა, გამოდის რომ თავის თავს აკეთებს. ნუ ეგრეც არა, შეიძლება სიამოვნებს ადამიანს ასე ცხოვრება, მაგრამ ფაქტი ერთია, ცხიმიან შეჭამ თუ უცხიმოს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ბაბუა შენი და ბაბუამისი რა სჭამდა. ნუ მოდა აწიჩებო ნიკოლოს ჯანმრთელობის სადღეგრძელოს ნაცვლად კარგი გენეტიკის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ხოლმე აუცილებლად. აბა რა, გენეტიკური თუა დაასხი მაგის დედაცვატირე დიეტას არ ჯობია, მსუქნები და ბედნიერები ვიყოთ. კარგიო. ბედნიერები უნდა ვიყოთ, აბა რა. და ეგეც გენეტიკით გადაეცემა მომავალ თაობას რომ იცოდეთ. მაგრამ აი ეს არაბები სულ სხვა რამეზე ფიქრობენ აშკარად. მოკლედ, დუბაიში ახალი ქუჩა მთლიანად, ანუ ქუჩა მთლიანად ოქროსგან აშენდება და ამ პროექტს 53 მილიარდის ოქრო დაჭირდება, ხალხო. დავში. რო ვაკვირდებით, ცოტათი გვაჯობეს არაბებმა. ჩვენ ვერცხლის ქუჩა გვაქვს თბილისში და ისე სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ ქუჩის დამსუფთავებლად. სულდანი თავშიკავაზე დაზიანებულ ადგილებს. რა მაინტერესებს იცი? დროთა განმავლობაში რომ მიამკები გაჩნდება მათ. იმასაც ოქროთი ამოვსებენ თუ ძვირფასი ცვლებით. აუ რა ლამაზი. ეგ არ ვიცი, მაგრამ სახლის წინა ფასადები რომ სამი ცხრიანი სინჯის იქნება და ეზოები 585-ის, ეგ კი გავიგე. ზოგავენ მაინც მოლს ხედავ შენ. კი კაცო. ბინის ყიდვა მინდოდა მაგოქროს ქუჩაში და კბილით რომ გავსინჯე ლოჯი ლატუნისა იყო. და ტაქსები ოქროსივლიან მათ. იმიტომ ვიკითხე რომ ამერიკაში უკვე აგერ დაანონსეს მფრინავი ტაქსების გამოჩენა და მან დასწრო დანერგეს ოქროს აღარ აყრიათ დრიფტაო. ანუ ამერიკაში იწყებენ უკვე? ხო და პიკის საათებში საცობების დროს დიდი დიღმიდან სამსახურში თუ მოდიხარ, ჯობია ამერიკიდან გამოიძახო მფრინავი ტაქსი და უფრო იაფად მობრძანდები. ნეტ აქაც შემოიყვანონ რა. რასამ კაცო? ჩვენთანაც ამ მფრინავი ტაქსები შემოყვანი არ იცი შენ? ოღონდ ჯერ პატარები არიან და ფრენას სწავლობენ. დასჭირდებათ 1-2 წელი. მერე გადაიყვანენ გაზზე და იფრენ. ტაქსის კომპანიაში რო დარეკავდა იქიდან გეუბნებიან მოუფრინავ ბატონო მოუფრინავ ახლა მე თქვენთან გავცემდები. ვაფრინავ. ხმოვანი GPS-ი რომ ექნება ჩართული და რომ კარნახობ 300 მეტრში აუხურეთ მზისკენ. 100 მეტრში დაეშვით თავდაყირა დოლიძის კუთხემდე. რა გორია? მოკლედ კარგი კი ეს ფრენა მანქანებით, მაგრამ იცი რამდენმა წყვილმა გაიცნო საცობში ერთმანეთი და ოჯახი შექონა ჩემობა და ესეც საქმე არ არის? კი ბატონო. სიმღერაც გვაქვს ჩვენ მაგ თემაზე მომზადებული. დამდეგ ვალენტინობასაც რომ ეხმაურება და საცობში დაწყებულ ურთიერთობასაც ეხმაურება. ხოდა ვიმღეროთ. აინტერესებს ჩვენ მაყურებელსაც. კი ბატონო. გთხოვთ მაესტრო. ფონოგრაფა. ქალაქშია საცობები. მალე ალბათ გასოფდები. გულს მედება როგორც ხალი არ ღვევს კაცი არ ღვევს ქალი ქალი კოხტა ქალი არ ღვევს მოძრაობის წესებს ზოგჯერ კაცი ზოგჯერ ქალი ქალი ოხრა ქალი დავივიწყეთ ალკოჰოლი დაშორს ჩვენგან თვრალი მძღოლი გარეთ პატრული მაშინებს მერე სახში ჩემი ცოლი ცოლი ჩემი ცოლი გარეთ ჯარი მამაშინებს მერე სახში ჩემი ცოლი ცოლი ოხრა ცოლი ღამით
სიარული მიჭის სხვისი შუქი თვალებს მიჭრის ნისტრში გაბარიტი ჩართე და მანქანა ისე მარტე და მეც შვიდად ვიქნები შეხედო ფარი ჩართე და მანქანა ისე მარტე უფრო შვიდად ვიქნები კორპუსების ჩამწკრივება გართულა ბარკირება ზოგი ხუთის ადგილს იწერს და როცემო მე და მიჭერს მიჩი ლებსა და მიჭერს ზოგი ხუთის ადგილს იჭერს და სიბრაზეს მოდა მიჭერს ნერვებს უცებ აგიჭერის აღარავიაროთ მანქანი ნუ დამესევით ქაქანი ბენზინის არ დაიწვება ჰაერი გაიწმინდება დაგოლოცავენ ფილტრები ბენზინის არ დაიწვება ჰაერი გაიწმინდება დაგოლოცავენ ფილტრები აბა რაში დუბი აიხა ბიბი პაპა ბიბო კარგიხა ჰოპ ჰოპ ჯა რავშვებით, რომელი საათია, ბიჭო, რამდენ ხანში შევდივართ პირდაპირ ეთერში გამაგები? არ ვიცი, რა ეს სარეკლამოს დამთავრდება და ვეგარი რა შევდივართ. რა იყო რა, ან თმა დაგევარცხნა, მოწესრიგებული ყავი ცოტა რა, რას გავხარ რა არის. მიდეურე, დეიგინე კაცო მაგ რადიოა ვინ იყურებს. აუ ბიჭო, ესე იგი სიყვარულის დღე მოდის და ატყდება ახლა ზარები, ხო ვიცი ახლა რა დღე. მარტო ზარებს და სიმღერების შეკვეთებს ვინ დაეძებს თუ ძმა ხარ. წავა ახლა შეკითხები შეყვარებულს რა ვაჯუკო ეს არ მოეწონება ის მოეწონება არა ბატონო რამე ორიგინალური მინდა წაიღებელთვის რა მზადებ 3 2 1 ეთერში ვართ მოგესალმებით ჩვენო საყვარელო რადიო მსმენელებო თქვენ უსმენთ რადიო ქალთა ბედნიერებას FM 27-სა და 3-ზე ეს გადაცემა გახლავთ ნუ გრცხვენია კითხე და ჩვენი მისი წამყვანები გახლავართ DJ პატექსა და DJ არაბჩი მოგეხსენებათ ჩემო ძვირფასებო ზეგ ვალენტინობის არც თუ ისე ბრძღინვალე დღესასწაულია და ყველა შეყვარებული ემზადება მის თანაშეყვარებულს რაიმე სიურპრიზი გაუკეთოს კი, ასია და ესულაც არა იყოს ძვირიანი საჩუქარი. დიახ, აი, მაგალითად მე ჩემ პირველ შეყვარებულს თვალები აუხვე და ისი ავიყვანე ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე. რათა იქ პატეცობლო მსმენელებო მისთვის ცოლობა მეთხოვა. დამეთანხმებით ალბათ ძალიან რომანტიულია. მე რომ მოუხსენი თვალებიდან შემდეგ ეს სახვევი ну, ჯერ გული წავიდა, მე ღებინების შეგრძნება დაეწყო და კარგათაც მიმაწყება, სიმაღლეში მაქვს რატო არ გამავთხრიო. სად მომაწყევდიო იმის მერე, ну, აღარც მინახავს ეს რაც არის, რაც მახსოვს. ამიტომ ჩემო ძვირფასო რადიოს მსმენელებო, სანამ შეყვარებულს მსგავს სიურპრიზს მოუმზადებთ, ჯერ კარგად გაარკვიეთ, ხომ არ აქვს კლაუსტროფობია, კრიჭა ხომ არ ეკრება და სუიციდისგან მხარ არის. კი ბატონო, მე იმის თქმა მინდა რომ ძვირიანი საჩუქრების გარდა არის რაღაცები, რაც ასევე არანაკლებად აბედნიერებს ქალბატონებს. მაგალითად ყურადღება, ზრდილობა, პოეზია, აგარ შენაღმერთმა. მაგრამ მოიცა ტელეფონის სამკაულები და მანქანა არაბედნიერე? კი, როგორ არა, ბატონო ნიკა, მაგრამ ეგ კაცებს არ გვაბედნიერებს, ეგ პრობლემა. მასია ნამდვილად გეთანხმები. სხვათა შორის ჩვენი რადიო ეთერის საშუალებით უკვე წლებია ქალბატონებს ვურჩევთ, რომ თავის მეორე ნახევრებს თვითონაც უყიდო რამე ძვირიანი საჩუქრები. მაგრამ როგორც ატყობთ, ფეხებზე კიდიათ ჩვენი მცირე. ამ ჩემცოლს ხო ვერ შევაგნებინე, თუ გიდა რამე მიყიდო, მე ნუ კი მართმე ფულს დედაშეს გამოართი და ისე მიყიდე, ორი მაღაზია რო გახსნილი და ფულს რომ მუთაკებში ტენის რა. აი, დაწყეთ, შაქჩის, კაცო. მაბადიეთ, ავღელდი უკაცრავად.
ხო და აი პირველი ზარიც შემოვიდა ჩვენ სტუდიაში, რომელიც სამშენებლო კომპანია დალახი აგური გაგვიშპაგლა უსასყიდლო და რომლის ოფისიც მდებარეობს ხარაზების ქუჩა ნომერ 8-ში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. დიდი მადლობა რადიო ქალთა ბედნიერება გისმენთ ალო გამარჯობა თქვენი ჯირიბე. ილოცავთ დამდეგ ვალენტინობას, მრავალს დაესწარით, სულ ასეთი ჯანმრთელები, ბედნიერები, მხიარულები მენახეთ, დღეს რომ ხართ, აი რაც თავარია, გიყვარდეთ ერთმანეთი, იმრავლეთ, იხარეთ, გამრავლდით და მოშენდით. რას ლაპარაკობ? კაცო, რა ებს გვეუბნება ეს კაცი? რა გამრავლეთ და ჯანმრთელად ხო ხარ? ой, უკაცრავად პარალელურად ნიშნობაში ვარ თამადა და აი გამისკდა გული ჩვენგანაც მიულოცეთ მაგათ გისმენთ რა გინდა რა ნაცნობი ხმა კია ასეთი კითხვა მაქვს. საყვარელ ქალს რა უნდა ვაჩუქო სიყვარულის დღეს? ძალიან ორიგინალური კითხვა რა ვიცი თუნდაც მობილური ტელეფონი ჩემო ბატონო შეგიძლიათ აჩუქოთ არა მობილურს ქმარი ჩუქნის და მე რამე ისეთი მინდა უფრო მაგარი რომ გავაკვირვო. რა ვიცი, მაშინ რამე კაი ნომერი აუღეთ, გენაცვალეთ. მე ვყიდი ჩემსას ბოლოებში ციფრია 13. 200-ში მოგცემ, გინდა? არა. გარსია ისედაც ეგო პატრონო, რამდენჯერ რამე დავაპირე, იმდენი ქმარმა შემომისრო 5 ჯერ ვყავარ უკვე გაბეგვილი. რასი ვერ დაგვართნიათ კარგი ამბავი ისე ცოლი თუ ყავთ პატივცემულო ცოლი აღარ მყავს. გაიგო საყვარელი რომ ყავდა და გამშორდა. ახლა მომყავს თავიდან და მაგას რა ვაჩუქო ვალენტინობა. რა ვიცი, გენაცვალე, თქვენ რაც გესიამოვნებათ ისაჩუქეთ რა. რაც მე მესიამოვნება იმაზე მითხრა, ქორწილამდე არაოდა. ყვავილები აჩუქეთ, მაშინ კაცო არ წაიღო ტვინი, ან თამადა იყავი, ან მერე დარეკეთ. კარგად ზარდებოდა. და ჩვენ უკვე შემდეგი მსმენელი გვყავს ხაზზე, გაგვეცანით გისმენთ. ალო, გისმენთ. გაცნობა არა აუცილებელი. ბატონო? არა გაცნობა აუცილებელი. ასეთი კითხვა მაქვს, როგორ ვაყიდინო ქმარს სიყვარულის დღისთვის ძვირიანი საჩუქარი? დამაცადე, ხალო. დამაცადე, ეს ოჯახდაქცეული ავიღებ ხელბას და გიყიდი რატო რეკა ბაკანა? საში არ ვილაპარაკეთ მაგაზე? უი, ჭირი შენ, სულ ეგრე მპირდები რა. გაუთიშე, მიდი ერთი კუცმა ხარდები. შემდეგი მსმენელი გვყავს ხაზზე. გისმენთ. ალო. გამარჯობა. ესე იგი ასეთი კითხვა მაქვს. ქმარი მყავს. ყველაფერს მისრულებს. რასაც ვეტყვი არ სვამს, თავის დროზე მოდის სახლში, სიგარეტს არ ეწევა. და თქვენი როგორც მამაკაცების რჩევა მჭირდება. შეიძლება დიახ. რა გავუკეთო ისეთი, რომ გაუხარდეს, თქვენ რას მირჩევთ? საკურთხი რო გაუკეთოთ პირდაპირ. რაც შემოთვალა. გათიშა კაცო რა, ვერ გავიგე რა. გაგვიტიშა. გავიცი. კარგი, შემდეგი ზარი არის სტუდიაში გისმენთ, გაგვეცანით. გამარჯობათ გენაცვალე, ქიშვარდა ბიჭი ვარ კაცო რა. ერთი რჩევა მინდა თქვენგან და მაიტა რა, უარ ნუმეტყვით რა, მაიტა. გამარჯობა პირველ რიგში დიდი ხანია არ გამოჩენი ხარ, აბა გისმენთ, გიგი. მოკლედ ეხლა რა ხდება იცი? ეგ ეხლა ამ საათში ქალთა ბედნიერება მიჭირამ ხელში, გაიგე და რა მიჭირავსო კაცო, ვერ გავიგე, რა მიჭირავ? ხო, ბიჭო, აი ქალთა ბედნიერება მიჭირამ, გაიგე და მინდა რომ მივართვა, შეყვარებულ მივართვა, თანამწვენია, გაიგე მოდი კაცი ვარ და იგრე როგორ მივართვა რომ ეს კაცო, რემს იძახი, კაცო, ნუ გადაბრიე, პირდაპირ ეთერში ვარ, ახლა რა გიჭირავს ხელში კაცო? ო რავი მირთმევა მიჭირს, რავი ბიჭო. ერთი მთავარია ხელი მოიკიდო და მე უკვე აღარ იქნება პრობლემა ეს. რემს იძახი, გიგი, უხერხულია, კაცო, პირდაპირ ეთერში ვარ, არ წვენია ბოლო. რა ქალთა ბედნიერება გიჭირავს? უზდელი ხარ თუ რა არის? რა ბიჭო, რა სამო, რა უზდელი, კაცო? iPhone 17 Pro Max.
დედა შეგაგის კაკული მე აღარ მორჩები ძმაო გამჭაღარავდი მათალი ხარ კი ბატონო გაუდიშე ბიჭო მოაჩორე სულღლიცირის ხასიათია ვეღადავე აბა შემდეგი მსმენელი ისმენთ ალო ოსკა 40-ზე 40 წლის ისმენთ ვასილ ავთოს ბიჭი ხوارა ხარ შენ ხმაზე მეჩნევი ესე იგი დია გუშინ ისეთი მთრალი მივედი სახში რომ უკვე ვალენტინობა მეგონა და ცოლს ვაჩუქე iPhone 17 ყველაზე ძვირიანი სუნამო და ყვავილები და ასე უთხარი ნინი გილოსა ვალენტინობასთან შეგენაცვალე კარგია მე მშვენიერი საჩუქარი ყოჩა ვასი არა საჩუქარი კარგია გასულ მაგრამ ჩემ ცოლს ქვია ეკა საფრიდან გამომაგდო და ახლა რა ვქნა რას მირჩევთ აუ ეგ ვერ მოგსვიათ კარგი ამბავი ნამდვილად საჩუქრები დაიტოვა თუ მოგაყარა სახეში მომაყარა აბა იგი არა დაიტოვა ო ეგ ცუდია თორემ გაყიდით და 1-2 თვე გაიტანდი თავს რამენაირად რა ვიცი ჩემო კარგო რა უნდა გირჩიოთ ერთი ჩვენ რაც შეგვიძლია გირჩიოთ უნდა უმღეროთ მაგალითად იქნება და გაჭრას და შემოგირიგდეთ მე ხმა არა მაქვს კარგი და რავი თქვენ თუ უმღერებთ აბა რა ვიცი შეგვიძლია მოგცეთ რაც უნდა უმღეროთ თქვენ და მოკლედ ჩვენ ვიმღერებთ ეხლა და მოგვიყურადეთ გეტყობა თქვენ დიდი ყურები რომ და ყურადღებით გვისმინეთ და იქნება ჩვენ მოგცევთ მაგალითს და შემდეგ და საერთოდ ყველას რა თქმა უნდა აბა რა დიახ ას დღეში აბა გთხოვთ და აბა გვისმენთ ხო ვასილ ალო ვასილ დიახ აი ხომ გითხარით დიდი ყურები გაქვთ უკვე გასული იყავით კილომეტრზე მაგრამ კარგით გთხოვთ აბა გაუშვათ DJ გთხოვთ ბევრ გამოადგებას ფოტოშორის მინდა გიყურეთ ყურადღებით მისმინეთ სიყვარულის დღე მოდის და გამალებით მიცემს გული სადა როგორ დავითრიო საჩუქრისთვის ბევრი ფული მარტო ფულზეც აღარ არის ძალიან მდარდობგან ვიცდი ფანტაზიაც აღარ მყოფნის რა ვაჩუქო აღარ ვიცი მანქანა და ევასა მოუმატებელასა თვითონ წინდა მაჩუკა და მოუყვა ყველასა მიზომავე წევასა გენდრულად თავს მიტოლებს რომით მეტყვის რა წესია სიყვარულის დღე რომ მოდის ის ისევ სუსტის ხესია 10 წლის დანაპირები ახსოვს თუ კი მოინდომა მეთან და თავწმუნდები რომ ეს დღე ქალმა მოიგონა დელასა მანქანა და ევასა მოუმატებელასა ჩუკა და მოუყვა ყველასა მიზომავე წევასა ასეთი საწყლებით სარვართ რას ვაკეთებთ კარგად ვიცით მაქსა ჩუქრებს კი არ გჩუქნით უფრო სხვა რამეში გიცვლით ეს სიმღერა სიყვარულზე დასასრულით ისე მიყვავს რომ მიცოდე ძვირიანი საჩუქრები ჩვენს კი გვიყვარს დელასა მინდა უთხრა ყველასა ნინოს თაკოს ლელასა თანაბრად გვიხარია საჩუქარი ყველასა მოგცემ დასეთ რჩევასა ეს რადიო ქალთა ბედნიერება მამაკაცთა უბედურება შევხვდებით მოგლეთ ჩემო ძვირფასებო სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ მანამდე მინდა შეგახსენოთ რომ არ დაგავიწყდეთ შაბათს და კვირას კომედი არხზე მიხოს და მაროს
ახალი ძალიან მაგარი სერიები გელოდებათ საღამოს 8 საათზე. და ჩვენი სტუმრიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო ამბები გაჩაღდება ამ სერიალში. აუცილებლად და კონტექსტურია რომ სტუმარიც ამ დროს უნდა შემოვიყვანოთ ჩემო პატარა. და ასევე რა თქმა უნდა დიდი მადლობა ყველას რომ ასე ერთგული მაყურებელი გახდით უკვე ახალი ჯერ კიდე თოთო თეატრის, რასაც პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრი ქვია და როგორც მონოლოგში აღნიშნეთ 7 მარტს უკვე ახალი პრემიერით წავსდგებით მაყურებლის წინაშე. ეს გახლავთ ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის მიხედვით ჩვენ მიერ ასე ვთქვათ დადგმული სპექტაკლი ლუარსაბი და დარეჯანი ძალიან სასაცილო გადაწყვეტა ძალიან იუმორით გაჯერებული ისედაც თავისთავად ასეთი გახლავთ და მოკლედ უნდა შემობრძანდეთ ჩვენს გვერდზე ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე და დაწვრილებით გაიგებთ თუ სად როგორ და რანაირად შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები. მოკლედ გელოდებით ყველას. მოკლედ 7-ის უკვე გაყიდულია უკვე მინდა გითხრათ და დავამატებ ხოდა ლაპარაკი. კი ბატონო. და ახლა რაც შეეხება ჩვენ სტუმარს, ადამიანი რომელიც ჩვენთან დიდი ხანია არ გამოჩენილა ეთერის საშუალებით და ამიტომაც დავაანონსეთ სერიალთან დაკავშირებული სიახლეები და გთხოვთ ნიკოლოზ. მოკლედ უნდა მივესალმოთ და თუმცა მისი ნამდვილი სახელი და გვარი სხვანაირად ჟღერს, მაგრამ მას მთელი ჩვენი ქვეყანა იცნობს. არა მარტო. არა მარტო. მოკლედ ქიშვარდაი ბიჭი გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. ესე იგი, გიგი ისე მომენატრე რომ გურჯაანოს კი დაუყარი, რა გავაკეთე. ეგეთი პატივი მამაჩემს არ უცია. მაგრამ აბას მერე ამოვჭრით. ესე იგი, ჯერ დიდი მადლობა რომ მობრძანდი მე მილიონი მოარული ხმები წავიდა იყო ერთი ამბავი აი რა ის სად არის ამიტომა ის არის ცოცხალია კარია ეგრია იგრია აბა რა იყო მაგრამ დღეს ჩვენთან ხარ და მიზეზი ერთადერთი იყო რაც ორივეს და სამივეს ძალიან კარგად გვამშვენებს ჩვენი ცხოვრების მანძილზე ცოტა მეტი სმა მაგრამ ყველაფერი კარგად არის და განვაახლევთ ჩვენ ურთიერთობას. კი ბატონო, თან ახალი წლებიც მე მგონი გადაგორდა. ხო? თუ გიგი ისევ ახალი წელია შენთან. ამ წუთას დამთავრეთ 2 დღე არაც დავთავრეთ. 2 დღე. ყველას იანვარი ხო 31-ით არ და ჩემი არის 47-ით რაღაცით. ზუ იანვარი არა. 1-2 დღე ახალი წლები დამთავრდა. ეხლა ხარ. კი ბატონო, ესე იგი მართლა ისეთი ამბები არის რა და ძალიან საინტერესო იქნება დაბრუნება გერმანიიდან და იქ ძალიან მოწოდა ხოლმე კომენტარებში რომ რა და ხო არ გადაიტანეს ეს გერმანია და რა იქნება დაურეკეთ გზაში არა კი ბატონო მაგით მართლა გერმანიაში წასულა და მარტა შორის გურჯაანი ბაზარში ერთმა ქალმა რო დამინახა გაოცდა ეგ ხალი რომ აქ არ ყოფილხარ შვილო მე კიდე გერმანიაში მე მართლა გერმანიაში მე აქ არ ყოფილხარ და როდის უნდა დააბრუნდები დამაცად ერთი სული გვაქვს მართლა რომ გელოდი კარგად წავიდეს ყველაფერი ესე იგი ღვინოსთან დაკავშირებითა გაქვს მაინც შენი ხდა ისტორიები და თან კარგად გამოგვიდა აბა ერთი რაღაც აბლაბუდას ამბავი არის რაღაც ო მოკლედ ეხლა რა ხდება რა ეს მძიმე დღეები ხო იყო ეს ახალი წლები და ყასაბი ძმაკაცები მყავ გურჯაანელები კაი ეგენი არიან მოსაკითხი ხალხი ხო სუხელში რომ ჭირდებია გოჩა და ზურია გოჩა და ზურიას მოკითხვა შეიძლება ეს გოჩა ეხლა ტანით ზურიასთან შედარებით ეხლა პატარა არ არის მაგრამ ზურიასთან შედარებით პატარა ხო ოღონდ სიმთვრალი აქ აი სასროლი ბადით რო დაიდოს მამამისი დასაჭერად რა ახლოსაც რო ვერ მიეკარები და არც რო გაშვება კიდე აიგრე სასროლი ბადით უნდა დიო რა ხო და ერთი დილაც არის ჩავედი და ეს გოჩა ეგრეთ გაერე წელზე უდევ ხელ და ეგრე შეხურებს ზურია ის მაღალია ხო ბონდოებიჩო აი ხლა რო არ შამწვესო მეო რა წუხელო ჩემწილათო 5 ლიტრა ღვინო გავაფუჭეო ეს ზურია ზემოთ ამხურებს გეიქრე ხმაო მსხლი ყუნწრო მიგავ კისერი რისი გამფუჭებელი ხარ შენაო ვერ ნახში რო შაგიჩვა ნაბლაბუდაი ვერ გაიწყვეტავ სკუს
ღვინოზე გამახსენდა 2 წლის უკან ბიო ღვინო ყუწენი რომ საჩუქრად მოგვეცი სამეგობროს ის ღვინო კიდია დარჩენილი. იგეთი გემრიელი ღვინო გამოვიდა რომ აბლაბუდაზეს გაიწვიტავს და განგემრიელი გამოვიდა ხალხი ეთა ბავში არის. კი ბატონო, ეს ის მეხორცეები ხო არ არიან ყასბები? როლანდამ მოგვიყვა ძალიან მაგარი ისტორია. ღორის თავი ქონდა ჩამოკიდებულიო და იგეთი იყო აი სუფთან ატოვაშენა. იგეთი ეგარი აი ჩემთვის ნატავაჩენა. პირველი სუპერ ისტორიაა რა. კი ბატონო. და არიცი, ეხლა თებერვალია, მარტი მოდის და ვისაც წნევების პრობლემები აქვს, ეხლა დღევანდელ დღეს თქვენს რომ მოკლედ სანამ შემოვიდოდი ესეთი ყავის ჯიხურია და იქ შევედი და იქ თქვენს რომ ლაპარაკობენ რომ დღეს ვარი 1 გრადუსიო და ხვალო 10-მდე ადისო და წნევიანები ფრთხილად უნდა იყვნენო. აუ დამეწყო ნევროზი მე უთხარი რაღამე რო შემოვედი მაშინ დაიწყეს ეს ლაპარაკი. ხოჭი ყველაფერს და ეხლა ამ სასმენო მაიცი ცოტა გაკრეჭვები ხანდა ხან. დატოვება. ან იმიტომ უნდა მივაქციოთ ჰიპერტონიკებმა ცოტა წნევების ამბავში როგორ ახ? მე ეხლა გეტყვი რა, კაი შემთხვევას გადავაწყდი. ხო. და ვიპოვე გამოსავალი და ეხლა თქვენს გასწავლით და მაყურებელსაც რა. აბა გისვი. შენ გახიახება სიტყვის მნიშვნელობა აიცი. მეტამ შეიძლება არ იცოდეს. ეს არის დაბნეულობის სინონიმი კახურად. და აი გახიახებული იდგა ეგემანდო ვერ გეგოს აი წასული რა. აი ეს კაი სიტყვა გვაქვს კახელებს გახიახება რაც დაბნეულობას აი ნიშნავს და ეგეთ შემთხვევა მოხდა რომ ერთი გამოვიდა ბირჟაზე და აი ეგრე კეფა უჭირა ხელით აი შაღონებულია მოვიდა ეგეთი ნაბიჯებით რა პინგვინივით. ორნი ნარცა თამაშობენ. და იყო ბიჭო რა მოგივიდა ერთმა უთხრა. ბიჭო ხმასაც ვერ ღებს ძალიან მაღალი წნევა მაქვს. ხო და ძალიან ცუდა თავარო რა, ძალიან ბევრი დავლი ეგუშინო რა. ბიჭო ამან უთხრა რა გინდა უნდა გამაგიჟო შენა ხო კაცო. რა ბალღივით იქცევი. არაყი ხო გააქვს სახში. ხო როგორ არა მაქვს. შადი სამიჭიქა დალია და გამოდიო ბიჭო რა უნდა მაგაზე ახლა თქმა უნდა გჭირდებოდა მიდი და მოდიო ხა. აი მორჩები და უნდა გავშალოთ აქაც. ეს წავიდა მოდის ახლა გულზე უდევ კაცო. ვაიმე მიშველეთი ძახს, ვაიმე მიშველეთ. ესენი იმ პარტია ჯერ არ არიან მორჩენილები. რა ხდებაო ამათი? რა ხდებაო ბიჭო და დამივარდა წნევაო, 3 არაყი დავლიო და წნევა დამივარდა ბიჭო და 60-40-ზე მაქვს. ბიჭო დაკარა ამან ეს ვინც აყავ რა, თქვაზე დაგნიგება. რა ბუეტი იყო ფილხარ მართლაო, რა გინდაო, უნდა მამიშალო ნერვები მაინც და მაინც. საფერავი ხო გააქვს სახში. ხო როგორ არა მაქვს. წადი მერე სამიჭიქა საფერავი დალია და აგიწევს ნევა, მე უნდა გასავლო, მიდი და მოდი დრო. წავიდა ესა და მოდის აი ეგრე შორება რა. ეგეთ რაღაც ესა შორება. სულ აი ეგრე სრიკას უსვამს იგრე მოდის მტვერი აიდის მიწაი. სრიკაციც რა. რა ხდება ამათ ეკითხე და წნევა გავახიახეო. იცი საიტას ვიყო დამნეულია. დაჟდა ნორმაში. აუციოთ თუ და ავიდან ჩამაიყოლე. ჩაეგრებოდა გავახიახოთ ხოლმე წნევა როცა წნევა გავა. ჯერ არაკი მერე საფერავ და გახიახდება, მაგრამ ის რა ის როგორი ის დაგვიტოვა ჩვენმა პაპებმა გადასარევი ჭაჭა. ნუ ეხლა ის აი გემო რო დასდევს ეხლა უნდა გააცალო ისა რა. ეს ტექნოლოგია ეთერზეა მაგრამ რაც უნდა 40 წელს რო გადაცდები ხალხო დამიჯერეთ. როგორი რაკეთა მოძღვრება მიდის და მოძღვრა. რომ გაახენ თუ არა თვალს 100 150 გრამი უნდა ატა. და ეგრე გამოხვიდე არა ბიჭო, მაგრამ მაგარი რა თუ არა და იწექი ვინგიშნის. არა მაგასთან ხურობა მართლა არ შეიძლება. კი ბატონო. და ხალხური მედიცინა შველის. ექიმებში არ ვერევი ჩვენ კაცო ჩვენებური მკურნალობას თავაზობთ. რაცა ბიჭო. გინდა. ამას წინათ გულის ექიმი შემხვდა, ჩემი გულის ექიმი 3 წლის წინ ვიყავი რა. გული ქონდა ცუდად. გული ცუდად გამიხდა 3 წლის წინ და ამ კაცთან ვიყავი და გურჯაანი ბაზარში შემხვდა და ხელიდან გაიცვიდა რაც ნაკიდი ჰქონდა. ესე იგი მივხვდი რომ არანაირი კანონზომიერები ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო. როცა დამილაღა ყველაფერი გავცვიდა ხელიდან. გადამარჩინა რა 150 მაგრამ მამაშ. ხო არა არის. ეგეთი ისი ბატონო. მოკლედ ამინდებს უნდა უთხრა ყველას ხონია ეგეთი სიტუაცია ალბათ ხო რაღაცა
არის რა სუდღვინოს შეხვდები და სუდღვინოს თვისება რა არის თუ იცი პირველი როგორ უნდა მიხვდე რომ გაკეთებული ღვინოა ანუ დალევის დროს თუ არა დალევის დროს მე გასწავლი აი დამემოწმება ეხა ეს ჩემპიონი ამზე აი ძალიან გემრიელია და ყურძნის გემო აქვს ისეთი რომ ნუ ეხლა ცოტა მაინც უნდა ერკვეოდე საერთოდ პირველად არ უნდა ისეთი გემო აქვს იტყვი რომ აი რო იტყვი ვაიმე რა კაი აი ეს მოკლავს მე ეგ არის თქმილი ხო იცი ბოლოში გამწარებს იმ ჩვენი საჩუქრების არ იყოს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ესე იგი ძალიან ბევრი კაი რაღაცები ხდება და მოხდებოდა ალბათ ამ დროის განმავლობაში რასაკეთებდი სად იყავი რა შვებდი არ გენატრებოდი როგორ არა კაცო მაგრამ როგორ არ მენატრებოდი და ძირითადად იმით ვიყავი დაკავებული რომ მიმაცავ ხალხსავ ცემდი პასუხებ როდის უნდა დაებრუნდე მიხოდამაროს როდის უნდა დაებრუნდე არ არსებობდა ეხლა აი რაღაცა ჩემი რაღაცა ლოდკასტი გავაკეთე ვითომ YouTube-ზე ვითომ რა YouTube-ზე რაღაცა იქ Facebook-ზე ისა იქ ხო ხო და აი რაღაცას ხო დადებ და გინდა რომ შეფასება დაგიწერო და ელოდები რომ რაღაცას გეტყვიან რომ მოგწონს ან არ მოგწონს ან აღარ გინდა დაანებეთ ყველა ფერზე ერთი და იგივე კომ როდის უნდა დაებრუნდე მიხოდამარო ეხა შენი პირით უთხარი დაუბრუნდი ხალხო დაუბრუნდი აგერავარ და სანამ მიხოდამარო იქნება მე თედო ვიქნები რა მეტი რა ვქნა ამინდებზე ვისაუბრეთ და ძალიან მაგარი ისტორია გაქვს პროგნოზზე ეს ჩემი საყვარელი ამბავია რომ ერთ თელაველი კაცია ხო და მაგრად იცნობს ამინდებს რა თელავის რაიონიდან არის არ გეცოდინება აი ვანთელია თუ ის აქედან არის რა მე მგონი ვანთელია ხო და 10-დან 9 შემთხვევაში ზუსტად არ ტყამს რა ანუ აი შეიტყვის რომ წვიმა ხო გაიხედავს და აი დღე ეგეთი ამინდი დღე ეგეთი და ზუსტად იცი ერთი დილაც არის და ეს გაზიკები რო იყო გაზიკები ძველი კომუნისტების დროინდელი ხის კუზაოთი მანქანები რაღაცა და თავისუფლელი მიადგა 1-20 კაცი კუზაოზე ზის მოზვერი, ქვაბები, ზედადგარები, ხახვიდან ეს. კაი საქმეზე. კაი საქმეზე მიდიან რა. თვითონ იმდენად დაკავებულია ეს გაზიკი რომ ეს საფეხური როა სტუპენკას რო ეძახი რა. სარკეზე კიდია სტუპენკაზე დგა რა. გაიძახა ამას ეს გამოვიდა დილა უთენია. რუსებს ჩაცმული გამოვიდა ტიტველა კაც ფაქტიურად. შენი ჭირიმეო აი საკლავი მიმყავს სალოცავში უნდა დავკლავ და აბა ერთი გაიხედე როგორი ამინდიაო რა. ეს ხალხი გასუსული ეს რა სიტყვის მაგარი გაინტერესებს ძროხაც გაჩუმებულია იმას აწყობს სუყალაფერი ჩუმად არის ეს ძროხაც აი ყურდაც ქეთილი უსმენს რომ ეს რა სიტყვის სულ ყველა გასუსულები ამა გაიხედო იას გადადება აწყობს გაიხედა გამოიხედა და დაიშალეთო ესო დიდი წვიმა არისო და ჩაგიშხამდებოდა რა სამო მიჯო და ეს შეტრიალდა რა ჩამოხტა ეს ამ სტუპენკიდან გაეკიდა მატრი მაიცა შენი ჭირიმეო კაც მაიცა ცალკე მოზვერში ფული გადავიხადეო ეს დამტურჭელი ნაქირავები ამ სოფელ კიდე არაიცალია წარამარაო ძლივ ჩემთვინ რაღაცას მენა გადაცვალაო ის რაღაცა კოლექტივში მუშაობს რაღაცა მოკლედ აეგრე ეს სამოდოლა ხალხიო ძლივ მოიქუჩე ვაეგრევა რომ ბიჯო უბედურად მაიტა შენი ჭირიმეო და ამან ხმა არ გაიცა და ისევ შატრიალდა რა შატრიალდა და ეს გეეკიდა გეხვეწები არ დამღუპო და ფუტრიალდა და დაიცავ ფლოსტებ ჩავიცმევ და მოგიხერხებ რა ფლოსტებით რა უნდა მოუხერხო კაცი ან არა წვიმა თუ არის თუ არა ფლოსტებით რა კარგია მაიცა ფლოსტებ ჩავიცმევ და რამე აი გეფიცები რა ესეთი რაღაცებს აი ნუ ჩემი ყურით აი შესწრებული ვარ მსგავს რაღაც ასეთ სიტუაციებს რა და სხვაგან მართლა არ ვიცი რა ყველა კუთხეს ხო თავისი მაგარი იუმორია აი ეს ხა ისე ეხლა რო ვიგეგმებოდით გადაცემაზე შენც იცი ეს და მეც ვიცი რა თქმა უნდა და მინდა ჩვენ ტელემაყურებელს ვთქვათ რაღაცებზე საუბრობდით და ერთ-ერთი მთავარი ფრაზა თქვი შენ რომ ნახლა წავაო ჩემს მასთან ლაპარაკიო და აბა თქვენი კეიფები ჩვენი კეიფები ამბავი და აღარა უსწავლო ვითხრა იგრი აღარო შრომა და
შრომა კი მოკლა ადამიანიო, მაგრამ აიცო, მაგრამ ერთი ამბავი უნდა ვთქვა, თავარი ამბავი ამ გადაცემისო, რომ აი კაცმა რა დონემდე არ უნდა დალიოსო. დანარჩენი შეიძლებაო და ვიტყვიო და ერთი რა არის გითხარი. ხო, ეგ არის ჩემი ის არის რა, მორალი. ეხლა ჩემთვის ხო საცმელი ზოგადად განსაზღვრული არ არსებობს რა და მიყვარს რა კიდე რომ არც ერთ დედამიწაზე არც ერთ ერს არ აქვს სიმთვრალის იმდენი შეფასება განსაზღვრება რამდენი ჩვენ რომ დავიწყებთ შეზარხოშებულიდან შეკეიფიანებულიდან ხო მერე გამსკდარი გამტყრალი გადამთვრალი უამრავი რაღაცა აქ რო არ ითქმება ხო აქ რო არ ითქმება კიდე ეგეთები და აი ხლა გეტყვით კაცი რა დონემდე არ უნდა დათვრეს რა ერთმა კახელმა მოუყვა ნამდვილი ამბავია ბიჭო სახშიო მაგარი გამძღარი მიველა აი ვარცლი თავივით ვიყავ გახეთქილი რა ვარცლი თავივითო მაგარი გამძღარი მიველო და დემეძინაო და შუა ღამისაიო სიმშრალ სუშნიაკმა გამაღვიძაო ეგრეთ წოდებულმა სუშნიაკმა ხო პირის სიმშრალ ხო გამაღვიძაო და ბჭო დავიხედეო და პირკატა მეცა რასავ ხედამო კაცო ამ ჩემ ცოლსაო ეს ჩემი საოხრეო მუშა მდგომარეობაში მოუყვანიაო და თავით ვინ გაუჩაღებია მარტო კაი სექსი მორალი რა არის ეხლა კაცმა იმდენი არ უნდა დაელიო რომ სუშნიაკმა გაგაღვიძო და ეგენაცალე ყველა ისტორია საკ მორალი ასეთი მოგლე დღეს ძალიან დაუმოძღვრეთ ხალხი კი გადაგადავეცით რაღაცა და არ არის ეგ ჩვენი საქმე მოკლედ ნაბახუსევზე ერთადერთი რაც არის ჩვენი რჩევა ჩემო კიშვადას ბიჭო რომ ჩვენ როგორც ვიქცევით და ჯერჯერობით ვლაპარაკობთ ეგ არის რა ხო ჯერჯერობით აი იცი რატო ვაგო ზოგმა იცის ხოლმე ვერაო ასე თქვა ცუდად მხდის სუნიც კი მეორე დღეს მაგრამ პირიქით ძალით უნდა ქნა რა ეგ ამბავი რომ მოხვიდა მუშა მდგომარეობაში ყველაფერი იქნება კარგად აგე მშვენიერი ისტორია იყო დაიწევს საფერავი ესე იგი მოკლედ როგორც დიდი მადლობა ჩემო ძმაო ჩვენ უკვე საქმე გვაქვს დღეიდან გადაღებები ამბები და როგორც მიხვდით ჩვენ შაბათი და კვირა უკვე საინტერესო იყო თქვენთვის მადლობა ამ ხარდაჭერისთვის და იმ რეიტინგებისთვის რაც მიხოს და მაროს აქვს მაგრამ გაათმაგდება დარწმუნებული იმიტომ რომ ყოველი შაბათ-კვირა უფრო საინტერესო და კარგი გახდება დარწმუნებული ჩემი კიშოდას ბიჭი აქ არის და როლანდიც მოიცნის რაღაც გადაღებები აქ შემოვა მოკლედ წავლენ მოვლენ ბიჭები როგორც არის ერთმანეთს შეუწყობთ და ყველაფერი იქნება კარგად და ჩვენი დღევანდელი გადაცემა ერთი კაი სიმღერით ხوار დავამთავროთ მე შენ და ნიკოლოზამ ვიმღეროთ აგამია მაინც ხიარული ესე პოზიტიური განწყობა შევქმნით და ბარე მუსიკალურიც მიუმატოთ ამ ყველა აუცილებლად კი ბატონო კარგით მოკლედ ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს რა თქმა უნდა რუსთავიორზე და შაბათ-კვირას დაგველოდეთ მიხოს და მაროს ახალი სერიით კომედი არხზე საღამოს 8-ზე ოჯახში მაქვს დაძაბული ვითარება ეავქნა ხალხო კარგი ვერ დამემართა ზიდადრის სახლში მიზის და ვერ გაუშვი ახლა კიდევ ცოლი ძმა და მე მარტა გერმანიდან დაბრუნდა სულ გადაჭამს თუ კი რამე გამაჩნდა და მებადა მივლინებით გამაგზავნეს ევროპაში როგორც ხედავთ ჩამოვედი აქ ვარ დღეს მართვის მოწმობა წამართვე იმოხარებმა დალევის თვინილი შენია მამარჩვე სიზევ ჩემო ახალა შენი იმედი მაქვს ჩვენი ძმობა ისე უნდა გამყარდე დედეს ვი ჩამოსულა არ ველოდი რა ვერ ხარ ბიჭო თმაშე ვერცხლილი სახეს კიდე არა უშავ
თავს ვინ დაეძებს ულვაშები მართლა არ გაქვს შეცვლილი თუ კარგ საქმეზე დადიხარ ჩემო თედო წამიყვანე ტრაილერით მეც ვიბლი შენ მოსვლას და ჩემ დახვედრას გაუმარჯოს იმედია რომ გაშორდი იმ კალსა წინასწარ თუ არ შევთანხმდით მე ხომ ვიცი ჩამისახლებ ნახევარ რაის ტახსა ვისაც ნახამ ყველა სახლში ნუ მამიტრე მასე ქალები ჩვენ ძალიან გვიყვარსა ება გამოვსორდი მე ის თედო აღარავა აღარავსვამ ღვინო არახზე დავშორდი მე შვიდეი და ბოლოი ვეძებ ჩემო მიხო დანარჩენ ექვსივე უკვე გავშორდი გავიზარდე პატარა კი აღარავა ისიც მეყոր რაც აქამდე ბავშვობდი დასალევი მოვიტანე სასაული როგორც ვატყობ ჩემო მიხო მემდური თედოს უნდა გავასინჯო ლურჯი ღვინო სტავრი და სრემლები ხობულე თური დატრიალდით ამ საღამოს ვიკეიფოთ სუფრა უნდა გაიშალოს მეფური